Cermontida canifidi ogostoria Nini pena cindi baghe colia Mai la uțem camifidi la șorța feli Ceami tove falsi vidi cucina feli Salvatoria sada presma pareți Davinitis Genic nepsus pasa pare Peurișo Salvatoria Magram stiva vitaria Folia Salvatoria sada presma pareți Davinitis Genic nepsus pasa pare Deșens dimista și vede Cuciconia Zebitia gași ghetea Sengonia Tami vihata matfale Tami kipodi Ciangi motiva matfale Troțagi pudi Ia Sada presma pareți Davinitis Genic nepsus C'è montita di lotoria Di pena ci di pagefonia ასეთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჩრდილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმათმატვიცემული ლექტორები, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წითხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი მელიტონ ბელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალის საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გუცა, ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საკითხში. გუცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი, შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აც განსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩით. ეგ არაფერი.
ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეცით მოგეხმარებით. არა, გმადლობ. მე თვითონ. რატომ დირი გენეცვალე? აი ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გავუტეხე თოჯინა? ა? მომენტი გენეცვალე. ნუ დირი. მომე. დამჭირი. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააგრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. კარგი იქნება ხაც ვიცი ვიყნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფერს არ გაჯიმა. ალიშა. გენაცვალე. მე ვფიქრობ შენ უნდა გაყვიდე ქალაქში. სანამ რეზიკო ფეხს არ შეძგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს ხუმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სამთლით ეძებს. სამთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზრის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქვს. მაგრამ მი გამოდგება? გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ წინვალე მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში. ვაიმე. გული. ალისა. თუ გეშინე. ალისა. რასნიშნე? ის ფაშინდა შეუსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალია პინც არ მიიღეს ჩვენს ოპერაში. მაინც შემგა რაგინ მე ხომ არ მივიღებ მის მაგივრად. მაგიაც! რა სჭირს ბაბუამისის შვილიშვილს ხმის სამღერალი? უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ გთხოვ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც წდება ასეთ მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგვის უფლებას არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძე სხვამ უნდა იზრუნოს. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. კი ბატონო. დავტრიალდები. ვირდენ. ხაღალას დავასო. აი ისიც. მომავალი ვანო სარაგიშვილი. იქნებ კარლზოც კი. რა იცი? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. ეს ხომ ისი ნაცნობია, მუსიკას ვწოდნე. რა ქვია? გასწავლოს ვერტმა, თუმცა რა დროს ეგარ, ასეთი პაციენტი 1001 იბადება. ბოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ?
თქვენ ამისთვის როგორ შეგაწუხოთ? როგორ გეკადრებათ? თქვენ გიკაწუხებთ და მე სხვა გადაგიშვა? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. და მოგზადით? გმადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა კდილზე შეგაწუხეთ. სხვა დღეს მოკაცრო. მიდი. არ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიჭი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შარიაპინიცკი. არ დამუწოთ. ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეჟიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. პილსოდიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური მერე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური მერე. რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეჯიკო ბელთაძე მელიტონიზე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა. ემდენ ჩემს ვაშკაცობასო. საპარაკო. რაც ხელა. კარგი ახლა ცივიწყალი. დედა, ბორჯომი. ასე? თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საკილო ოჯახური იდინი ისე. Do, re, mi, fa, sol, la, si, 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 do, re, mi, do, re, mi, do, re, mi, do, re, mi, mi, do, re, mi, fa, sol, la, si, do. მივოძეთ. ელთაძე რევას მელიტონის ძე. დავიწყოთ არა? დიახ. აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნება. რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებ? არაყის შვილს? მოცარტს, შუმანს, ა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვხდი და გამიფრინდი როგორ თოლია, ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია. ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი, ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღმელი. სადახარ თოლია, სადაფრეს მომხარეს და ვინიცის, შენ იქნებს უსვას ახარებ. ბევრი შემხა ალმისთანა ჩემო თოლია, მაგრამ ცეცხლია მიხანა. ვაცადოთ. იმღეროს. მოусმინეთ. დეშინადამდე გარეთამდეში შემოდი. სადახარ თოლია, სადაფრეს მომხარეს და ვინიცის, შენ იქნებს უსვას ახარებ.
სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსხვა სახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპოვი ჯაგიკოცი ლამათვალებ როცა გიპოვი თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსხვა სახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მისთანა არ ვისქონია მე შენს იმისაში ვეთებ გულში ქონია ზეგითია გაშლი მგერდზე ასე მგონია თოლია სადაფრეს მომხარეს და საკმარისია მადვილა საკმარისია გამირბი ხარ და მათვალებ ყველაფერი გასაგებია. საკმარისია. ნიბზად Olympic ამღერეს? On სამშობლოა. მაინც იმან გამაჩარა. შენ რომ იცი. და გასაგებია. ისე სხვა კვილი ხომ არ მოაძრა. არ ვიცი. და შენ გადაირევა. ბებია ჩემი? მან დამღუპა. მართლა მახარებელი ვინ იქნება? შენ გეხუმრება და ერთი მე მკითხე. ცეცხლი მიგიდია. მამიკო. ხომ არ გასარგებლა? რა აზრი აქვს? პირველი სტერიკები მაინც არ ხდება. დედა ხარ? დედა. 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 დედიკო. ნუ გაშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის. მოდი. რა ჩავაბარე, ბიჭო? აბარე. ჩააბარე. ხო? აღარ მომასწრე რა. ძიან, იცით რეზიკო სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, ედავში რა უკნია? ამ სიტყვის სიმღერა ხუმრობაა? შენ იგითხარ ამას? დედა გუთა გაგიჟებულია სიხარული. ფაბრიკო, რეზიკო, კიდვალე თუ მღერია? ახლა, ვინი? საბაზი. რეზიკო, გამწადე გამიდა? მე როგორ ეშინო და ალისა? რეზიკოს პროფესორები გადაურევია. სად გამოჩნდა ბაბუა მისის მისის? რა გაუძლეს? რეზიკო, დედა, მოვიდა. ამოსები შევადი. ბავშვები დაგე. რეზიკო, ახლა შემოსწია მაგა. შენგენაც სადამე კარგი, მამიდო. ისე შეხვედრას არ აღშობ. ეს რაც ეს შამალ. არ მიქენი ბიჭო. აბა რამე. კი მაგრამ 10 რა თქმა. მამა, გინდასადმე მართლა ჩავაბარე. სად? სადმე დაუსწრებელზე. ერთ თვისია მისაღები გამოსცა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. ხო? არ გამო. მამა, მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს?
და მაგ რეზიკო იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სად მან? სად სულეთია? სანამ გამოსდები ჩავარეთ. რეზიკო. რეზიკო შვილო. ნელიტონ, მომილოცავს. ჩავარო. ენაცვალოს დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინოს დანარჩენი. მან. შენ იცი როგორ გვასახელებ. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნები. არა, როგორ გეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გვიმღერებთ ყმაწვილო? რა ძნება? რაც მოამზადეთ ის გვიმღერეთ. ყველაფერი მოაგვარე. სათამაშოების ფაბრიკაში. რა? თამაშოები, რის სათამაშოები? ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ? აბასატკეთები და საწვავის სათამაშოები. უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნები მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივხვდი? შეხუმრობდა, მე მოვხვდი ამ დესირბილით. მაინც სად მიაგენ? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით დრამტრეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? სასწრაფი აკეთებ. როდიდან? სალორონ დაიწყება. თხოვე. პირველ სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოდ მიგიცია და მე რა შემიძლია. დღეს უკანასკნელი გამოცდა აბადო ჩემო პროფესორი. კეთილი. რა ხუთიანები ჩაკიჯიგჯიგე? მოქალაქე ლაშაკიძე, გასასვლელთან გელოდებათ ცოლი. ხო, ლაშაკიძე. პროფესორი ლაშაკიძე. მადლობთ. Come on,
დედა, ამა შევიწმე რა. თავი გინდა მომჭრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორები. აუჩქარეთ. საკეითოთ ხომ არ ვიცი. რა დაგემართა ჯერ ვაც არა. ხის დაღებაზე იწყება ხო? რა. რა დაიც რა. აუ. ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითემდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთიც და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგავს ხელოვნების მწვერვალებისა. აუჩქარ. რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? რეზიკო, გაგიანდება. რეზიკო, აი ეს შენ გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო რეზიკო. ბაბუა შენი საათია. თვალის ჩინივით გავფრთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? შინაგან გამარ დამავიწყდა. დააგვიანდა. აბა შენიცი ვედიკო. აბა, ბედნიერად შვილო. ჭკუით ვედიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? ნული. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონება ჩლუნ, ჩამორჩენი? პასუხი მარტივი. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. აბა, ახლა საქმე, ხმატვიო. ალექით? კარგია. ერთი წუთით ხალისშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ხმაწვი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო ბელთაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ესეც თქვენი ახალი უღარ. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთულია. აი უყურე. ხლევე. აი. ბატონო სევერიანი ხომ ფეხია? ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო გენაცვალე ანახე. აი ასე. აბა არ შემარცხვინა. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილია. აქ დაჭდები. მოდით გოგო, ჩვენსკენ გადავიდიროთ. დიეტვარით შემოსევერია. როდესაც ხვალდილით სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად არ ხდება. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. მშვიდობით ბრძანდებით. კიდევ კარგი ნაცნობი არავინა.
თქვენ ცდებით პატიცემულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაგან? იცანით არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნოთ. რატომ გარიდებთ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აღ თქვენთან შეხვედრას. შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. ხო, რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიარია. ყოველ დღესე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაღარაგო, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტონ. ხო. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გაგვიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? ის არის კაც წყალში ჩაუყარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგიხეთკე, რედიკო გულები, მოდი. სადა ხარ დედა ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოკითხვა შენი მადლიერი პაციენტების. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე? რა უცნაური კითხვაა. რეზიკო. პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის, რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხო, პროფესორი ვაშაკიძე. ხა. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ხა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომაა ყოჩაღალი. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ კვაწილს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეღოფა, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამი. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში, თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქავრობა? აი, რა ბილი. რა იყო რეზიკო? რა დაგება? რა იყო მე რას უყურე, მოდი შევდან. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონე, ალათერგიზე იქნება. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავით ვარ გარეული. მერე მაგას საჯობია შესრულება. მორჩა. ხვალიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჯო. არ დამღუპო ბიჯო. მიხედე ბავშვს კვილი არ ამოაწროს. რას ქვია ამოაწროს? რა უცნაური თქმა იცი.
არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლაც მის ხომ არ არის? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის, მეტი გესმის? მოთმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. დიდია. მადლობ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, რატო მადლობა არ უთხარიო? შენ რა ქვია? ლალი შენ? მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთი. ჩემს მასეც რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო გადაეცი. ჯერ არის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა ხელა? დედიკომ და მამიკომ უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ ხე. არა უშავს. აი, იზდიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ჯო, ისენ ადრე მოსულხარ, ა? მე მგონი საპატიო დაფარაკ ცდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო განიცოლი ერთი ამ ახალგაზრდა სპეცნახსაცმელი შოუში. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოვბრძანდი. ვალიკოს გამომარჯობა. ეს რომელია? რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ქონა სათამაშო. სწორია. ნამდვილად ბედი არ ქონიათო. წელი ღამე სარკესთან გაათენა და ვისთვის. სხვათა შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდზე მოგისკუპეს. ვისაც უნდა უთმო? რა? ადგილსაც და მეზობელს. აბა, გამოთქვი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. ნები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბარ. რადგან ასია? ყიდი ადგილ. 100 მანეთი 1, 100 მანეთი 2, 1000 მანეთი. 1000 მანეთი 1, 100,000 1, 100,000 2, მილიონი 1. მოიცათ, გოგოებო, ძალიან ადგილი, ვის დრასკი. გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო, სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამოვიდე. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილას. არა ბატონო სევერიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაგაც. რაგაც.
გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც გენებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, რა უნდა წავედი. მეთქვა? ხო, მართლა. ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. დაუჩქარეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. გეზიგო. მოდია. მოდი. ვიღუპებით. სულად არის სახე. რა მოხდა? დედია შენმა დაიჭნა გინდა თუ არ გინდა უნდა დაპატიჟე პროფესორი. შენ დაპატიჟე. ვალიგო, ორი მანქანა ასლანთან უნივერვარ. ცაცში არ ჩავარდნი, ცაცში. არის. სევერიან. ო, მელიტონს ახლა ვარ, ჩვენს მელიტონს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის კაც? ჰა? ვიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშვერა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხვიდე ჩემს სახში. რატო? ფორმალს. შეგარცხვინა ვერთმა შემაშინა კაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვერ ღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოღონდ იცოდე. შენ სევერიან ძიძივაძე არ ახ. ჰა? აბა ვინ ვარ? გამარჯობათ პატიცემულო. გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ, მელიტონის მეუღლე. თბილისში გივიდა. გახსოვთ, ხო? სასიამოვნო. პირას ჩვენთან უნდა მოვხსნა. პატარა ბახშა მივიდგავს და ძალიან გთხოვ. მისამართი ხომ გახსოვთ? შუბლაძი სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. მელიტო. შენი ჭირი. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ მაგ. თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შენ გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ მოხდა. ბიჭო, ვინმე რომ იცნობს, ვერავინ ვერ გიცნობს. ყველანი სიყვარს დაპატიჟე. გმადლობთ, ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოთ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატა გამის. მე ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა? გონი ეწევა. დედა, საფეთლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკათ მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირდა მოვალო. ვიცოდი გაგეხარდება და. ძალიან. მოვიდა. მობძანდით პატიცემულო შალვა. ხო. ყველა ტელევიზია. გაიცანი ჩემ მეუღლე. გამარჯობათ პატიცემულო ჩემი შალვა. სასიამოვნოა.
რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაყეს. მადლობ, პატიცემულო სიდედრის შალვა. ბიძაშვილი. გამარჯობა. სიდედრის ძმის შვილი. გამარჯობა. ის ძალი. სასიაო. სიდედრის და. მაბადიეთ მოდი. სიდედრის მა. გამარჯობა. სიდედრის მა. პატიცემულო შალვა. ბოდიშ ვიხდი ბატონებო გალოდი. რას ბრდადა პატიცემულო შალვა. შალვა. ხელის გადაბანას ხომ არ ინებები? შეიძლება. ხო? მოგზავნე ჩემს კაბინეტში პატიცემულო შალვა. სულ ამავსდა. გაიცანით სიდედრის ისული. გაუთხოვ. შამპერდევოთ კონესან. გმადლობ ყურადღებისას. მაბადიეთ. ღმერთო. რატარდებალია რა? რა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის პატრონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცად, თორემ ეხლა მანქანებიც კი არ ასწავლე. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ჰა? ლირა. ირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოხვედი მართლა პროფესორი მეგონა. ეხ, მამა ჩემს რა უთხარით, ისეთი მსახიობი ვარ. პანთეონში დასაფლავება არ მცდება. თვილად არ ახსნება. ისე შეიხატეთ მე. აბაში, მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხდები. კიდევ ხომ არ მოვავიდე. ალისას დაუპატიე ერთი მუსიკაც. ხუბავ. არა. არ მოვა. რაიცი. 101 დაბადიშე ხომ არა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ, მეზობელი. მობრძანდით? ხო? აბაშინიცი. ხო. კიდევ ერთ ხელფადიებას აქვს ბატონება. ხო. მოგზავნე. მობრძანდით. ახ ეს ო დაბრძანდით პატიცემულო შალვა. დაბრძანდით. საძიბოგა. პატიცემულო დომენი. აი, მადლობ. დაბრძანდით. ხო, პატიცემულო შალვა. დაბრძანდით. ო ილტეშა. დაბრძანებოდა? ცხელა ბატონება. რაიო, ხალა. პატიცემულოს საზღვრული მომენტის მოწმენა. მელიტონის ოჯახს ეცია საყოველთაოდ ცნობილი პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე. ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი. დიახ, უსახელო მწერალი. ფიზკულტურელი ბრძანდება, თუ? ხელოვნებისა, პატიცემულო დომენი. ხელოვნების. თქვენ პატიცემულო შალვა. როგორც მშობელი დედას უნდა რესიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების. რესიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთვალოს ხმატკბილი სალამი. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ ფესვმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს წნების ქარიშხალი. მეგონიგოცა სიამოვნებით შევხვდეთ თქვენი საკითხი. ერთი წუთი. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულ შალვას. ბებიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად დაგედიერა ბატონო. ბატონებო, ჩვენ ხელოვნებით გაკეთეთ ერთი დიდი მიზანი პასუხი. მიცეთ სულიერი საზრდო, იგი სტრატეგია. დიახ, ჩვენს მომავლის მქონე ახალგაზრდა. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების სწავლას.
აი მე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხოდა ასია სიმღერა. ესე იგი, piano, fortissimo. სიმღერა სიცოცხლის წყარო. ესე იგი, dominuendo. მადლობა სულასერებს დადანახ. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით თქვენს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას მცოდნე. აჰა, სიამოვნო. შემოდი. რეზიკოს გვერდი დავწერდა. რეზიკო. უცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. რავო? რეზიკოს ამხანაგები არიან, რეზიკოს. ხო, გასვამბობდი? სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, ხოდა ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კატოზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენე. ოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა. მანამდე სადმე ვატეობდი. მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მერიდონ, არ მითხრა ახლა ეს არ ისტორიაო. ხოლმე 5 წუთი პარაა. აურად რო გასულა. ბატონებო, უნდა დაგწო, არა. შემოდ, გადაუდებელი საქმეები ვახსენებ, სიამოვნებით, რა. ხალბატონო გულსა როგორ მინდა დავჭე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. რაკაცია, ბატონო შალვარი, ასფალსატირე. გასწორდა, გაქცევას, გასაბობ, გაიწევა, ქეიცა. მერიდონ, კაცო. ბატონო, რეზიკო ძალიან მაყოფილია თქვენი ლექციები. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო.
მოგეწონეთ? Хорошо. პატიცემულო შალვა, შეიძლება ერთი წუთი? მე ბატონო. დიახ. შეუნე. დიახ. გულიკო, ნეტა შენ თუ გეღწება პატიცემული შალვას მოსწრე. ჩვენ თანაპირე? დიახ. გახსოვთ ამასინათ ოლიმპიადაზე? ცეკვავდა რა? როგორ გეკადრებათ, ზეროდა? ხეროდა ხო ეხსილეთ ფეხეთ. სხვა არაფრის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუა რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე ყველაფერი მოგვარდება ბატონო. მოგდაით. ეს რა გაიგეცებია, კაცო? ის არის ხო? ვარლავ ნახე რა გონდაჩებია რა. როგორ გავს? მაჩვენე კაცო. ვაი, ეს ის არის. შეხედე კაცო. როგორ გავს? ივან ეს მე, მაგაგეთა. კრედიტი საკამაშო ბავშვის სულიერი საზო. დია. აი ხანდახან თქმაც გძნელია. სიმღერა აქვს მთავარი თუ სათამაშო. დია. სათამაშო მაინც ვსვარა. რითმეტები ჩვენ უпроსტეთ. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალი და ბავშვი ისევ სათამაშო. რა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ლამაზი, ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგებო ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. თან შემომველო ვაიმე უიმე არ არის ის არის მოჩვენე რა გადასარევია ვიღაცას მაგონებს ნამდვილად თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვების კი არ იტყოდნენ ვა. ალისა ვის ასეთი ნიჭი ჰქონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩვენო ვინმე. არა პატიცემულო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიდო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცით? არავის არ ვიცი. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, პარლამი იცნობს დირექტორის ნამს. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტო აპარატი. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, გასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატიცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება. ქალბატონობს. მართლაც ხერხულია. ხომ არ არის აპარატი მოიდა და სურათი გადაგია. ჩემი ხათრით ქვა შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დავრედი. ახლავე ბატონებო, ახლავე. ალო. არ პასუხობს? გაგჭებული. აბა. როგორ ბატონო შალვა მიგდები? ნუ დახლად მამამიე ბატონო გუცად თუ არის? მაინც ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? არავის დაბრძანდი პატიცემულო შალვა? პირდაპირ. ყველაფერი იგზია.
აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორიაში. აუცილებლად. სასიაოვნო. მედიტო. ცუდად. გამარდი. ვაიმე შენ დამიგებ დარიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანე. როგორ ახლა? გამარჯობა. სალამი. ეს? გამარჯობა. ეს რა? შენ გააკეთე? არა, აბა არ ვიცი. არის. რეზიკო? დიახ. შენი ხუმრა? რეზიკო? არა ბატონო, მე არ. ყაჩა. ოჩახ რეზიკო. კარგია, კარგი. ლალი, დაგელაპარაკებით, თუ ერთ პირობას მოიცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არა? აი ის კარებია, ხელმარჯვნივ. დამოგძანდა. მიგძანდი. გმადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმიდეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბრძანი. გმადლობ. ხო. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიები. დაბრძანი. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მიგახლავ? ხა? აი. როგორ პატივცემულო შალვა? კალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია ქსევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ მესმის. რა რეზიკო, რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. კალბატონო, რას გავსეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ცივცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უბრალოდ
როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც გეშლეთ. სასწაული, პატივცემულო შალვა, ბოდიში სევერიან, პირდაპირ თვალებს არ უჯერი. ხმა? ხმა? დიახ. რატომ ბატონო რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რიზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხირკედელაობს. პროფესორ მამაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომეცით გეცა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კერგი გვარი. ბელთაძე. ასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობთ. ბოდიში. კარგად. მელიტონ. გისმენთ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. გისმენთ? სევერიან. როგორ? მე? იქნება შესწრები. როგორ? მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი, სათვალეები, ხმა. სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არცდების კონსერვატორიაში. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დააგვიანდება. ამერიკა რაღაც კრება მაქვს. კი, მაგრამ სახლში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი, მელიტონ, გენაცვალე. დედა, წამოდი მომეხმარე. კილაც მელიტონ. სად გეჩქარება? ჯერ სახლში. მერე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელი. რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადი ხარ? დღე არ განიცდენია? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. მერე? აბა ხუთები რო ჩამიჭიკი რა გეგონა?
დღეს ცოტა შემაგვიანდება, მამიკო. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა. მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირე? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვე. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. დავიდე. გიყვარს ცეკვა? კი, შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვა სიმფონია არ დავიღალე. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომნით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია, უნდა უთხრე.
სინგენაცვალე რეზიკო ხომ გეუბნებოდი მე დავალმეთ ესაა საქმე ეგ არაფერია კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადეს ახლა ის ვაშაკიძე მაწუხებს იქნება მართლა შემეშალა თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა ახლა მეუბნები არ ვიცი მე თვითონ დავიბენი დედა წერილია ფაბრიკიდან რა რეზიკოს სათამაშო მიუღია დედა რა მიხარია ახლა რეზიკოს უნდა ვახარო არ გაბედო მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო დედა ნამდვილად ვამბავი ქარის ხალმა გადაიარა ეს ის წუთებია როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის კენჭნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისას მადლობა ღმერთს დროზე მოხვედი შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო დედა თავრობის საჩუქარი მოგიტანა პირველი სტიპენდია გენა მადლობა დედა ამ დღესაც მოვესწარი დანარჩენი რა უყავი დანარჩენი დამიგვიდეს ძალიან ბევრი დაუგვიდიათ არიგაცე. კარგი ბურძენი, ახალი ბურძენი. კარგებია მის შეერთ. სამიაბაც, ალბათ. გამპალია. მოგზანდი მეგობარო. აჩვენო, კარგი ვაში, მოგზანდი. მოგზანდი, ინებეთ, დავე კარგი ვაში, მოგზანდი. ახალი ბურძენი, კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძენი. აი, მომეჩქური. ინებეთ ბატონო. ფურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. გარმენა ბატონო. ფურდა ინებდა. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა ხალ ბატონო, რა შალვა, ბატონო შალვა. თავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო. სკოლის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია.
Тихат ყოფნას ვინატრებდი, თუზე დაგადნებოდი, შენთვის სისხლად ვინატრებდი, სხვისთვის დაღამდებოდი. Тихат ყოფნას ვინატრებდი, თუზე დაგადნებოდი. ციხე კოშკებს აგიგებდი ოცნები, სამახსოვროდ მთელ ცხოვრებას მოგცემდი. აგიგებდი ვარდის გონებს, მერცხლად შეგიფარებდი. კიდევ კარგი შემხვდი თორემ, სუსვა შემიყვარებდი. ლალი, ცირა. შენაგ დამიცადე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, გოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ.